ისეთ თემაზე უნდა ვისაუბრო, რომელიც შესაძლოა ბევრისთვის საინტერესო არც იყოს. მაგრამ მე ვეცდები, რომ ეს თემა, რომელზეც მე ვისაუბრებ ახლა, გავასაინტერესოო, რომ იქნება და საზოგადოებამ, მაყურებელმა, ჩემმა მომხმარებელმა, მეტმა და მეტმა ადამიანმა ნახოს, გაისიგრძეგანოს, დაიჯეროს, დამიჯეროს, მიხვდეს, ჩახვდეს პრობლემას. გაავრცელოს მერე ეს ვიდეოს შინაარსი, ყოველ შემთხვევაში თუ მაინც და მაინც შეარზე არ ვისაუბრებთ და კარგად გაიგოს რა სხვაგვარი პრობლემების კონცეპტუალური სხვაგვარი პრობლემების წინაშეც არის უკვე ეს ქვეყანა და მომავალში ცხადია უფრო და უფრო იქნება. თქვენის ნებართვით მე ვიდეო ბლოგს დავიწყებ მარტივი წინადადებით. ჩვენ გვჭირდება ხაზს ვუსვამთ, ჩვენ გვჭირდება ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები. დამოუკიდებლად იმისა, აქვე ვიტყვი, ვინ არის ხელისუფლების სათავეში, ბანდა ხელისუფლება, მასზე უკეთესი ხელისუფლება, უკეთესზე უკეთესი ხელისუფლება, კოალიციური ხელისუფლება, ან თუნდაც არაკოალიციური მომავალი ხელისუფლება, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სჭირდება ინვესტიციები. რაც უფრო ცუდია ხელისუფლება, მით უფრო ინვესტიციების შემოსვლის შემთხვევაში ძალიან დიდია შანსი, ძალიან დიდი, უკიდურესად დიდია შანსი, რომ ინვესტიციებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგოს. პირდაპირ მნიშვნელობით დაიკარგოს. ანუ შემოდის 100 ლარი, $100 თუ გნებავთ ესე ვიტყვი და ამ $100-დან $80 გაქრეს. გაქრეს კორუფციულად, დაილექოს სხვათა და სხვათა ჩინოვნიკების ჯიბეში. არ გაკეთდეს საქმე, რაც მთავარია. ეს ასეა. ამიტომ გვჭირდება ჩვენ გამჭვირვალე ხელისუფლება, რომელიც არ გარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც სწორად მართავს ამ ინვესტიციებს, სწორ ინვესტორებს ნახულობს. ეხლა კიდევ მეც ვიტყვი, ჩვენ გვჭირდება ზოგადად ინვესტიციები, რასაკვირველია, მაგრამ განსაკუთრებით გვჭირდება ჩვენ ინვესტიციები დასავლეთიდან. გსმენიათ, ბოლო პერიოდში რომელიმე ფრანგული კომპანია შემოსული იყოს, საერთოდ თუ გსმენიათ ფრანგული კომპანიის შემოსვლის თაობაზე. რომელიმე გერმანული კომპანია რომ შემოსული იყოს, საერთოდ გსმენიათ გერმანული კომპანიის, ბრიტანული კომპანიის, ხსენებული ფრანგული კომპანიის, ნიდერლანდების კომპანიის, პოლონური კომპანიის. ეხლა ევროპულ სახელმწიფოებს კონტინენტური ევროპიდან და აგრეთვე ბრიტანეთსაც ვასახელებ, ხო? კონტინენტური ევროპის სახელმწიფოები და ბრიტანეთი გიხსენეთ ახლა. გსმენიათ ავსტრალიური, კანადური ინვესტიციები. ავსტრია ევროპაა, ხო? ავსტრალიური, გსმენიათ? შეერთებული შტატებიდან არა, ამ უკანასკნელიდან შესაძლოა გსმენიათ კიდეც. მე არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ბათუმში არის ესეთი კომპანიას აქვია არ მახსოვს. ტერმინალია, მოკლედ, მყარი ნარჩენების გადაზიდვის თუ არ ვწდები და ამერიკელები არიან ინვესტორები. იმ კომპანიას ინვესტორი ვინც არის, ჰქვია ტრამო. ეს კი მსმენია. ფოთშიც არიან, თუ არ ვწდები, შესული ამერიკელები, თუ არ ვწდები, შესაძლოა ვწდები. გსმენიათ, რომ აი მაგალითად მაერსკის უნდა შემოსვლა მათ შორის ფოთის ტერმინალში, რომ წარმატებით დასრულდა ეს ბიზნეს გარიგება, ან მათი ინვესტიცია გარხორციელდა. თურქების თაობაზე თუ გსმენიათ რამე, ბოლო პერიოდია სიმართლე გითხრათ, არა, იმიტომ რომ დამოუკიდებლად იმისა, ვინ როგორ უყურებდა ამოხვან ხესვის და ამოხვან ხესის მშენებლობის ამბავს და იქ იყვნენ ისეთი მოწინააღმდეგები, თუმცა მე ვიყავი მომხრენო, ამოხვან ხესი აშენებულიყო, მაგრამ კარგით, რა მნიშვნელობა აქვს, მე ვწდებოდი, არ ვწდებოდი, ეს ერთი ამბავია და მეორე ამბავი არის ის, რომ თურქებიც კი იშვიათად შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, არ შემოდიან პრაქტიკულად. იქ ენკა იყო, ესეთი კომპანია იყო, თურქული ენკა, რომელთანაც საარბიტრაჟო სასამართლო წააგო საქართველოს ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ამ ენკას თავის მხრივ განხორციელებული ჰქონდა
ინვესტიცია რაღაც ოდენობით, აღარ მახსოვს თუ არ ვწდები 40 თუ 50 მილიონის ოდენობით და ბევრად მეტი დააკისრა სახელმწიფოს იმისთვის, რომ სახელმწიფო ხელი არ შეუწყო მისი ინვესტიციის განხორციელებას და დაცვას. 6 წუთია თითქმის ვლაპარაკობ და ძირითადი სათქმელი ჯერაც არ მithქვავს, არც დამიწყია. მოკლედ ჩვენ გვჭირდება ხაზგასმით ვამბობ ინვესტიციები ზოგადად და განსაკუთრებით ინვესტიციები დასავლეთიდან და ეს ინვესტიციები დასავლეთიდან არ არის. სამაგიეროდ არ ვიცი რატომ თუ როგორ ნამდვილია თუ არ არის ნამდვილი ცხადი არ არის ნამდვილი, მაგრამ ახლა ამ და ამის დასაბუთებას არ შევუდგები, არ შევუყვები. ჩვენი de facto ხელისუფლება სულ ამბობს იმას, რომ სულ გვაწონებს თავს იმით, რომ აი მას ქვეყანას მის პირობებში აქვს 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არსებითი ტყუილია, კონცეპტუალური ტყუილია. მაგრამ სიმართლე რომს იყოს და ეკონომისტებმა წესით უნდა ილაპარაკონ, რომ ეს ასე არ არის, რომ ეს ეკონომიკური ეგრეთ წოდებული ზრდა რაზეა დაფუძნებული, ეს უნდა აგვიხსნათ, მაგრამ კარგით რომც იყოს სიმართლე და მართალიც რომ იყოს ქართული დეფისი, რუსული ოცნება, ჩვენ ხომ შესანიშნავად ხვდებით, რომ ეს ეგრეთ წოდებული 9-10%-იანი, 8-9-10%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ შენარჩუნდება, როგორც ასეთი თუ ინვესტიციები არ იქნება ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად ინვესტიციები ხაზს უსვამ, ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ინვესტიციებზე დასავლეთიდან. ხო და ამ პირობებში, ამის გათვალისწინებით, საქართველოს de facto ხელისუფლებამ ისიც თქვენ რომ ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ, რამდენიმე ხნის წინ განგვიცხადა ამგვარი რამ, რომ მას შემოჰყავს ძალიან მძლავრი არაბული კომპანია, რომელსაც ქვია MR ჯგუფი. და MR ჯგუფი, თავად ეს MR ჯგუფი, რომელსაც კაპიტალში თუ არ ვწდები აქვს, ეხლა ვეგეტყვით რამდენი მოდის ვიხდი, კაპიტალში აქვს 36 მილიარდი, რომელმაც თავის მხრივ ააშენათ, აი ყველა კარგად იცის, ან ბევრმა იცის, შენობა ამგვარი ბურჯ ხალიფა, ხო? ცათამბჯენი ასეთი 36 მილიარდიანი MR ჯგუფი საქართველოში საინვესტიციო პაკეტს განახორციელებს, არასწორი სიტყვა, ინვესტიციას განახორციელებს 6 მილიარდ 600 მილიონის ოდენობით. ბევრი ჩვენგანი, მათ შორის მეც შევეწინააღმდეგეთ ამას, თქვით რომ ეს არ ვარგა, იმიტომ არგუმენტები გქონდა, ვასაბუთებდით ამას, მაგრამ რაღა დაგიბალოთ და ჩვენი არგუმენტები ობიექტურები უნდა ვიყოთ და მე ობიექტური ვიქნები, არ იყო ესეთი მყარი. სახელისუფლო არგუმენტს როგორც ასეც ვერ გადასწონიდი და ვერ მოუგებდი, იმიტომ რომ 6 მილიარდზეა ლაპარაკი, თუნდაც 10 წლის განმავლობაში, თუნდაც 7 წლის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში 660 მილიონი დოლარის შემოტანა ქვეყანაში წელიწადში საშუალოდ ძალიან დიდი ამბავია. 660 მილიონი დოლარი ხო, 1.7 მილიონი ლარია, 1.7 მილიონი ლარი ინვესტიცია ყოველწლიურად ჩვენისთანა პაწაწკუნტელა ქვეყნისათვის საქმეა, მით უფრო იმაშინ, როდესაც დასავლეთიდან ინვესტიციები არც ჩანს და ვერც ჩანს და მე ხლა ნუ ხარ ვალაპარაკებთ იმაზე, როგორ ირიბად როგორ ბლოკავს ინვესტიციებს სწორედაც რომ დასავლეთიდან, ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ასე შემდეგ, საქართველოს de facto ხელისუფლება ამ პირობებში აგიკითხარით, რომ 1.7 მილიონი ლარი ყოველწლიურად და ჯამში 6 მილიარდ 600 მილიონი დოლარი 10 წლის განმავლობაში თუნდაც საქმეა ჩვენი ქვეყნისთვის განა არა. გამოხდა ხანი და ამ ინვესტიციებთან დაკავშირებით, ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს de facto ხელისუფლებამ ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ტვინი წაიღო. გველაპარაკება ორ სივრცეზე. პირველი ეს არის გონიოს სივრცე. ჯამში არ მინდა შემეშალოს. ეს არის 2.5 კვადრატული კილომეტრი. ანუ რომ ავხსნათ, 2.5 კილომეტრი არის 2.5 კვადრატული კილომეტრი არის დაახლოებით სიღნაღის ხელა, ქალაქ სიღნაღის ხელა სივრცე, ტერიტორია, ფართობი.
და მეორე რაზეც გველაპარაკება, ეს არის დაახლოებით 6 კვადრატული კილომეტრი. ეს არის დაახლოებით მცხეთისხელა ქალაქი, ოღონდ თბილისში, კრწანისში. ამ ორ სივრცეზე გველაპარაკება. აი, არაბები თავისი 6 მილიარდ 600 მილიონით შემოდიან სწორედ ამ სივრცეშიო. დავიწყეთ ჩვენ ლაპარაკი საწინააღმდეგო ბლეფია ვთქვით. ვერ გავიმარჯვეთ ამ კონტრარგუმენტებით, ვერ დავასაბუთეთ. საზოგადოების ფართო ნაწილისთვის მნიშვნელოვანი არის 6 მილიარდ 600 მილიონის ინვესტიცია და კობახიძენი და სხვები, სამთავრობო არხები და სხვები ამაზე რომ საუბრობენ და ჩვენ ამისთვის უბრალოდ პროფესიონალურად დრო არ ყოფნის, რომ მოვიცალოთ, იგებენ ისინი ამ კამპანიას. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა მთლად ხელმძღვანელი ამ არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და მანაც ილაპარაკა ამ თემაზე. ბიზინა ივანიშვილიც კი შეხვდა ლამის ხელზე, ამბორა, იცით თქვენ მას. და იქაც მარიამ ქრივიშვილი, სადაც იყო თარჯიმანი, ანუ ვიცე-პრემიერი, ასრულებდა თარჯიმნის და ამასაც არ მიაქცია ყურადღება საზოგადოებამ. ოღონდაც კი შემოვიდეს ამხელა და ამხელა, ამდენი და ამდენი ინვესტიციაო. კარგია, ერთის მხრივ. ახლა სხვა თემაზე გადავალ, ვსვათ ამ თემაზე გადავალ სხვა კუთხით. მე შემხედრია ადამიანები, რომლებიც მე პერსონალურად, რომლებიც მეუბნებიან, რომ წაიღეს ტვინი ამ პაკისტანელებმა, არაბებმა, ირანელებმა, ინდოელებმა, არ ვიცი კიდე რაღაც კამბოჯელები არ უხსენებიათ, მაგრამ მაინც შემხედრია ამგვარი ადამიანები. ისინი სწუხან იმის გამო, რომ ასე მაგალითად აღმაშენებლის გამზირზე არის ძალიან ბევრი კაფე, სადაც სწორედაც რომ პაკისტანელები, ირანელები, თურქები, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ჩემი აზრით და ობიექტურად ამაში არის ქსენოფობიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მნიშვნელოვანი ნაწილია ამაში ქსენოფობიისა. აჭარაში მე არ ყოფილვარ დიდი ხანია, გულახდილად გეტყვით 2-3 წელიწადია და იქაც დარწმუნებული ვარ, ადგილობრივები აჭარლები ლაპარაკობენ, რომ ბევრი თურქია შემოსული. მართლაც, როცა ვიყავი 2-3 წლის წინ, იყო სლავრობდა რაოდენობა თურქეთის მოსახლეობის. რატომღაც არ აჭარლებს მაინც და მაინც, მაგრამ აი დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას დიდად აწუხებს სწორედ თურქები აჭარაში და არ აწუხებს ამასობაში გარუსეთებული აჭარა. ლაპარაკი არის ჩინელების მომძლავრებაზე ჩვენ სინამდვილეში, ასევე ინდოელებისა, რომლებიც მნიშვნელოვანი ნაწილიც სწავლობს სამედიცინო უნივერსიტეტში. მოკლედ ეს ქსენოფობიური წიაღსვლები, წუხილები ქართულ საზოგადოებას აქვს. ოღონდ რატომღაც ეს წუხილები ქსენოფობიური არ ეხება რუსეთის მოსახლეობას. ადამიანებს, რომლებიც რუსეთიდან არიან შემოსული საქართველოში. ხო? რატომღაც მათ არ ეხებათ. და რუსეთიდან ძალიან ბევრია შემოსული და ისინი წარმოადგენენ საფრთხეს. კარგი. დემოგრაფიული თვალსაჩინით განვიხილოთ, ერთ წამს მეც ბჭყალებში გავქსენოფობდები. და მეც ვიტყვი, რომ ეს არის დიდი პრობლემა. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს შემუშავებული საემიგრაციო პოლიტიკა. მართლაც უპრაგონოდ შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, ესეა. ქსენოფობია არაფერ შუაში ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ თუ მაინც და მაინც ქსენოფობიურად უნდა ვთქვათ და არ ვაპირებ, მაგრამ მაინც ერთ წამს თუ წამწდება სიტყვა და მეც გავქსენოფობდები ბჭყალებში დასაკვირველია, ვიტყვი, რომ დიახ, უზარმაზარი პრობლემაა არაბი, ინდოელი, პაკისტანელი, ირანელი მოსახლეობისა. საქართველოს ხელისუფლებამ ისე მოაღიავა, მოაშიშლა, მოავერანა და მოაშიშლა საზღვრები, სახელმწიფო საზღვრები, რომ ყველა შემოდის და ყველა მკვიდრდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს არარეგულირებადი ემიგრაცია, გარკვეული პერიოდის შემდეგ უზარმაზარი პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ოღონდ ეს მართლა იქნება ასე დამოუკიდებლად იმისა, ქსენოფობები ვართ თუ არა ვართ. არ ვარ მე ქსენოფობი, მაგრამ მაინც იქნება უზარმაზარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის. ეხლა დავუბრუნდეთ პირველ თემას და კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ, რომ გონი პაწაწკუნტელა გონიოში 2.5 კვადრატული კილომეტრი ქალაქი უნდა აშენდეს ქალაქი ქალაქში. ახლა დავუბრუნდეთ თემას, რომ თბილისში, კრწანისში, მცხეთის ხელა ქალაქი 6 კვადრატული კილომეტრი
უნდა აშენდეს ქალაქში, წარიში. და ახლა დავიწყოთ მსჯელობა თემაზე, მართლა არის თუ არა 6 მილიარდ 600 მილიონი ოდენობის ინვესტიცია, ამას მეუბნები ადამიანებს, იმ შემთხვევაშიც კი ადამიანებს ვინც დაიჯერეს ეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ არის, ნახეთ რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით. აღმოჩნდებით პრობლემის წინაშე, რომ გარდა გადაჭარბების გარეშე რომ ვილაპარაკოთ, დაახლოებით 250,000 მოქალაქე არაბი, აი ქსენოფობებს მიმართავ, ნაციონალისტებს, მისი არაჯანსაღი ჩემეული გაგებით, კონოტაციით მიმართავ და თუ გნებავთ ჯანსაღი კონოტაციით. მოკლედ ადამიანებს რომლებიც ამაზე ფიქრობენ, 250,000 არაბი ჩამოსახლდება ჩვენს ქვეყანაში. ოღონდ არაბს და მუსლიმს ესე ნუ კი მიაქცევთ ყოველდღიურად, უბრალოდ რაღა ისწუხართ ამაზე. ხო, ამიტომ მიაქციეთ ყოველდღიურად ამას და ჩემსკენ ნუ კი მომართავთ ან ჩვენსკენ ლიბერალებისკენ. აქცენტებს ჩვენზე ნუ კი გააკეთებთ, ისრებს ჩვენსკენ ნუ კი მომართავთ. სწორედ იმ ხელისუფლებისაკენ მიმართეთ აქცენტები, რომელსაც თქვენ წლიდან წლამდე ხმას მაინც აძლევთ. და ჩემთან კი ჩივი ხართ, რომ ამდენი ინდოელი, ირანელი თუ არაბია, ჩემთან თუ ჩვენთან კი მაინც ჩივი ხართ. ეს სერიოზული პრობლემაა მართლა, იმიტომ რომ არ შეიძლება უკლებლივ ყველაფერი ფულის სანაცვლოდ იყიდებოდეს და არ შეიძლება ცათამბჯენები გიორგი მაისურაძე ფილოსოფოსმა თქვა ამ რამდენიმე ხნის წინ ჯანა ჯავახიშვილიც ესწრებოდა ფორმულაზე იმ გადაცემას როგორც არ მახსოვს თუ არ ვწდები ნინოსთან ზაუტაშვილთან ასეთი რამი თქვა რომ აი არაჩვეულებრივია ცხეთის ჯვრის გარშემო ის მთა რომელზეც არის თავად ცხეთის ჯვარი და მოდი ავად ავშალოთ ცხეთის ჯვარი და მოდი ავაშენოთ რაღაც მაღალსართულიანი კორპუსები უთუოდ გამოჩნდება ვინმე ინვესტორიო უთუოდ გამოჩნდება მართლაც ინვესტორი ან არ დავანგრიოთ თუ გნებავთ ეს ქვის ნანგრევები არისო მისთვის მართლა ქვის ნანგრევებია ჩვენი იდენტობის ნაწილია უბრალოდ ეს მინდა ვთქვა და ამას კი იმიტომ ვამბობ რომ დავანგრიოთ მაშინ ყველაფერი მაშინ მოდი ყველაფერი გავყიდოთ მაგრამ ეს ხო მნიშვნელოვანია დემოგრაფიული ფაქტორი როგორც ასეთი უსაფრთხოების ჭრილში დემოგრაფიული ფაქტორი არის უმნიშვნელოვანესი 200,000 ნებისმიერი სხვა ქვეყნის ამერიკელიც კი რომ ჩამოსახლდეს ევროპელიც რომ ჩამოსახლდეს ეს არის პრობლემა ეს იქნება პრობლემა უპრაგონოთ ყველაფრის მიცემა ცუდად არ ვიქნები გაგებული და ცუდად არ წარმოვთქვა ამას მაგრამ ადამიან მოქალაქეებისთვის რომლებიც იმავდროულად არიან სხვა ქვეყნების მოქალაქეები არის პრობლემა ან იქნება პრობლემა მით უფრო რომ ბევრი მათგანი მოინდომებს უკვე საკმომავლოდ საქართველოს მოქალაქეობასაც გარკვეული გამარტივებული პროცედურების გავლის შემდეგ ჯერ მიიღებს საბუთს დროებითი საცხოვრისის, დროებითი ცხოვრების შემდეგ და უკვე შემდგომ ძალიან გამარტივებულად ჩააბარებს, გამარტივებული წესით პარდება იცით თქვენ გამოცდები, ჩააბარებს გამოცდებს ისტორიასა და ქართულ ენაში და მიიღებს მოქალაქეობას. მე არ მინდა, სულად ვიქნები შესაძლოა გაგებული, მაგრამ მე არ მინდა რომ ქვეყნის ბედს წყვეტდნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მისი, ანუ ქვეყნის იდენტობასთან არანაირი კავშირი. რომლებიც ერთჩვენიერ დღეს იტყვიან და იტყვიან რატომაც არა რომ დაინგრეს სვეტი ცხოველი 157 წლის შემდეგ დაინგრეს სვეტი ცხოველი დაინგრეს დედას ტირებია ნიკორწმინდას და მის ადგილას აჩენდეს რაჭაში 14 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ან არ დაინგრეს ნიკორწმინდა მაგრამ გარშემო აშენდეს 14 სართულიანი კორპუსები ამას ქართველებიც კი ვერ ხვდებიან ხშირ შემთხვევაში რატო არ უნდა აშენდეს ვუტრირებ მაგრამ ნიკორწმინდის გარშემო რატო არ უნდა აშენდეს 14 სართულიანი კორპუსი ქართველებიც კი ვერ ხვდებიან და ცხოველი ამას მით უმეტეს ვერ მიხვდება იმიტომ რომ ძაფი როგორც ასეთი პოეტურად ჟღერს ძაფი ისტორიასთან ძაფი წარსულთან ძაფი მომავალთანაც მას უბრალოდ არ აქვს მე ცოტა გარიად გაციებული ვარ და ამიტომ ლაპარაკობ ცოტა მძიმედ მაგრამ უნდა მომიტევოთ იმიტომ რომ ვიდეო ბლოგის ჩაწერა ამ თემაზე გარდაულა დაუცილებელია ეხლა რაც შეეხება თემას და რომან გოცილიძეს დავესესხები მე უფრო ემარ ჯგუფის შემოდის თუ არა რამდენი წუთია ვართ ეთერში 19 გონიოსა და ბრძანიში
ბატონი რომანი წერს და მე ყველა ფერს წავიკითხავ მისი სტატუსიდან, ანუ 11-ვე ფაქტს, 11 ფაქტი, რაც უნდა ვიცოდეთ არაბული ინვესტიციებით განხორციელებული პროექტის შესახებ და ყველაზე თუ არა ბევრზე შევჩერდები და წაიღებს ალბათ 10 წუთს კიდე, მაგრამ არ აუჩვევს. ბატონი რომანი წერს. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ველოდით ერთს, მივიღეთ სხვაო. ბრძანებს ბატონი რომანი. პირველი, ქვეყანაში არ შემოდის არაბთა გაერთიანებული საამიროების მრავალ მილიარდიანი სახელმწიფო კერძო MR ფონდი. არ შემოდის MR ფონდი. მიუხედავად იმისა, რომ ამას გვიპიარებდნენ, MR არ შემოდის. ეს კარგად უნდა გავიგოთ. რომელმაც ააშენა თავის მხრივ ბურჯ ხალიფა. ყველა ვიცით, ყველას გვინახავს, ბევრს გვინახავს. მიმდინარეობს ამ ფონდის სახელით სპეკულაცია. სპეკულანტი არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, პერსონალურად ივანიშვილი და ასევე ირაკლი კობახიძე. ქვეყანაში არ შემოდის არც მისი შვილობილი რომელიმე კომპანია, ბრძანებს ბატონი რომანი. სწორია, არც MR შემოდის, უმსხვილესია MR ვაღიარებ, არც მისი რომელიმე შვილობილი შემოდის. შეmoდის სხვა ჯგუფი. ანუ თავდაპირველად გვეუბნებოდნენ რომ შემოდის MR ჯგუფი, მაგრამ MR ჯგუფი არ შემოდის, შემოდის სხვა ჯგუფი. მესამეჯერ თქვა მაინც და მაინც. კი ქვეყანაში შემოდის კერძო არაბული საკმაოდ გამოცდილი ობიექტური კაცია ბატონი გოცირიძე. საინვესტიციო კომპანია Eagle Hills. ეს კომპანია Eagle Hills თავის მხრივ დაარსებულია 2014 წელს. რომელსაც არ აქვს რაიმე იურიდიული კავშირი MR-თან, ანუ შვილობილი არ არის, დაფუძნებული MR-ის მიერ არ არის, უბრალოდ ყავს ერთი და იგივე აქციონერი, პარტნიორი, რომელიც MR-ში ფლობს 5%-ზე ნაკლებ წილს, MR-ში ფლობს 5%-ზე ნაკლებ წილს და რომელიც არის ორივე კომპანიაში თავმჯდომარე, ანუ MR-ში კი ფლობს 5%-ზე ნაკლებს, მაგრამ თავმჯდომარეა MR-ის. და იმ Eagle Hills-ის თავმჯდომარეც არის. თავად იგი საკმაოდ გამოცდილი და ავტორიტეტული პიროვნებაა და სწორედ მისი თავმჯდომარეობით თავმჯდომარეობისას ააშენა MR-მა სასტუმრო ბურჯ ხალიფა დუბაიში, ისიც ხო, გენიალური ეს არაჩვეულებრივი არქიტექტურული გენიალური შენობა, არქიტექტურული შედევრია. პირდაპირ ვიტყვი ამას ყოველგვარი, გამოცდილი კაცია, განა არა, გამოცდილი ჯგუფებია, განა არა. მაგრამ არ არის MR, არის Eagle Hills. ამას არ აქვს მნიშვნელობა ვინმე იტყვის, მაგრამ რო გვატყუებდა ამ ხრის განმავლობაში დე-ფაქტო ხელისუფლება, იმიტომ აქვს მნიშვნელობა, კემაიც მითხარი და უბრალოდ MR-ის შემოდიოდა და მერე მოხდა ეს change, როგორც ჩანს. და 6 მილიარდ 600 მილიონზე როგორც ჩანს არ არის ლაპარაკი, მაგრამ უფრო მძიმე რამესაც ამბობს ბატონი რომანი. პროექტის განხორციელებისთვის იქნება ქართულ-არაბული ერთობლივი კომპანია. ნახეთ, აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება არაბული ინვესტიცია თავიდან ბოლომდე. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს იქნება ერთობლივი ქართულ-არაბული კომპანია. ოკეი, საბოლოო ჯამში რა პრობლემაა? ქართულ-არაბული კომპანია. თანახმა ვართ თითქოს თანახმა ვართ გვერდში და ქართულ-ფრანგული, ქართულ-ამერიკული, ამერიკული, ფრანგული, ბრიტანული, მაგრამ კარგი ქართულ-არაბული თუ ინვესტიციაა. ხო, რაზეა ლაპარაკი? აბარა. რომელის კაპიტალში საქართველოს, ეხა უყურეთ, კაპიტალში, ანუ სადამფუძნებლო კაპიტალში საქართველოს შეაქვს მიწები. აი ეს გონიო, რაზეც ვლაპარაკობთ, 2.5 კვადრატული კილომეტრი. გონიოს მიწები შეფასებული არის მილიარდ და წანისის მიწები შეფასებული არის $1 მილიარდზე მეტად. ანუ ჩვენც უკვე ვმონაწილეობთ, ჩვენი მიწა ჩავდეთ რა, მივეცით რა, რაღაც ქართულ არაბულ კომპანიას. ასე სამშენებლო ნებართვები და ასე შემდეგ. არაბული მხარე თავის მხრივ თანადამფუძნებელი მონაწილეობს არქიტექტურული პროექტებით, დავაკრინებ თქვენის ნებართვით, რენდერებით, რომელსაც გააკეთებს ყოველი მეხუთე სტუდენტი არქიტექტურის ფაკულტეტისა. არა, ვერ გააკეთებს შესაძლოა, მაგრამ აუცილებლად გააკეთებს ვინმე მაგისტრანტი კარგს და ჩვენ გვყავს კარგი არქიტექტორები. გაურკვეველია კაპიტალში რა რაოდენობის თანხა შეაქვს არაბულს, ანუ ჩვენ შეგვაქვს მილიარდი მინიმუმ, მილიარდის მიწები, არაბულ მხარეს არ შეაქვს არაფერი, ან გაურკვეველია, მარტო შეაქვს რენდერები. პროექტები, მოდით უგნევათ ესე ვთქვათ.
არსებობს ამასთან დაკავშირებით ცერბული გამოცდილება, ბატონი რომანი ამაზე ამახვილებს ყურადღებას და ალბათ მიზერული რაოდენობის თანხა შეექვსო არაბულ მხარესო ამას ამბობს. მე ხა მეხუთე პუნქტზე ვარ ჯერჯერობით. პროექტი აშენდება სესხით, ანუ ეს კომპანია ქართულ არაბული აიღებს სესხს. ამაში არის განსხვავება, ემაარი მონაწილეობს თუ არა, რომელსაც დიზელი რესურსი აქვს. დიახ, ემაარი რო ყოფილიყო, როგორც გვიპიარებდნენ, ის სესხს არ იღებდა, ის თვითონ დებდა თანხას. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია Eagle Hills-ი და ქართულ არაბული ერთობლივი კომპანია უფრო ზუსტი რო ვიყოთ სესხს. უფრო ზუსტი რო ვიყოთ ეს ქართულ არაბული კომპანია სესხს აიღებს. ანუ ემაარი მთლიანად გამოირიცხა ტყუილი, რომ 6 მილიარდ 600 მილიონი იქნებოდა ჩადებული, აგე სახეზეა. შესაძლოა ეს სესხი ქართულ არაბულმა კომპანიამ აიღოს სწორედაც რომ ემაარისაგან, რომელზეც გვეუბნებოდნენ რომ ჩადებდა თანხას. ამაზე კარგად როგორ ახსნას ბატონო რომანმა და მეც ვცდილობ მისი სიტყვების გამეორებას. ამასობაში კი გავიდა 26 წუთი. შემოსავლები პროექტის რეალიზებიდან. ჯერ შემოსავლებით დაიფარება სესხი და პროცენტები. ბატონი რომანი საქართველოს რომელიც კომპანიაში მიწებისა და სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ფლობს წილის მე-13, საქართველოს მე-13 ფლობს. სესხის გასტუმრების შემდეგ მიიღებს დივიდენდებს შემოსავალს. რომელიც არ იქნება მის მიერ შეტანილი წვლილის თანაზობადი. ანუ მილიარდი დოლარის მიწები ჩადო საქართველოს პრაქტიკულად აჩუქა, მაგრამ როცა სესხი დაიფარება ემაარისთვის ან სხვისთვის, მერე დაიწყებს საქართველოს მიღებას დივიდენდებისა. რაცაც წლები 10 წლეულების უნდა მეთქი ასე ვიტყვი. თბილისში აშენდება მცხეთის სიდიდის ქალაქი 6 კვადრატული კილომეტრი 10,000-მდე მოსახლეობით. ნახეთ, 10,000-მდე მოსახლეობით ნიშნავს იმას, რომ 10,000 სისახლი ხო, კარგით, 3,000 სახლი იქნება აშენებული. კოტეჯური სახის. რა თანხის იქნება, ეგ რა მაგის პასუხია, რომელიმე ერთი სახლი ღმერთმა უწყის, იმიტომ რომ ძალიან დიდი თვითღირებულება უკვე ძალიან დიდი გამოდის ამ სახლებისა. გამოდის რომ აჩუქა საქართველოს ხელისუფლებამ ეს მიწა, კიდევ გამიქრა ეს. ბატონი რომანი ამბობს და სწორია და ეკოლოგები უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. გაანადგურებს მტკვრის ჭალებს და ტყეპარკს. წარმოქმნის სატრანსპორტო კოლაფს და განაცვლად განტვირთვისა კიდევ უფრო დაამძიმებს თბილისს. ნუ ეს ცხადია, ყველა მეორე კორპუსი ამძიმებს და ამხელა დასახლება, მცხეთის ხელაქალაქის აშენება კრწანისში ხო წარმოგიდგენიათ რა უბედურებაში ჩააგდებს ქვეყანას. აღარ ვლაპარაკობ დემოგრაფიულ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასე სწუხს ხოლმე, როგორც მეც სწუხ ვარ, სიმართლე გითხრათ. იმიტომ რომ უპრაგონო ხას უსვამ აი ამ სიტყვას უპრაგონო საემიგრაციო პოლიტიკამ ინვესტიციების გამო, მოზიდვის აუცილებლობის გამო საემიგრაციო პოლიტიკის შერბილებამ შეიძლება განაპირობოს სრული დემოგრაფიული კატასტროფა ისედაც ნაწილობრივ გამორუსეთებულ საქართველოს მოსახლეობაში. როგორც ქსენოფობიურად არ ვიქნები წაკითხული იმედი მაქვს. კიდევ გამიქრა ეს. თანჯდება. სახლების და ბინების 60% გაიყინება უცხოელებზე. მე თუ გითხავთ მეტი. მათ შორის მუდმივი საცხოვრებელი მიზნით. გამოდით ეხლა და მე ნუ მეკითხებით, ბატონ რომანს ნუ მეკითხებით, რატომ არის ამდენი არაბი? არაბი პლეხანოვზე თუ აღმაშენებელზე, ან თურქი პლეხანოვზე თუ აღმაშენებელზე თუ ბათუმში არ არის პრობლემა. იქ არის გაცილებით მეტი არის რუსეთიდან შემოსული, მათ შორის ჩემი მოსაზრებით დივერსანტებიც. თუ ვინმეა პრობლემა ზემოდან რო გიყურებს ის რუსია. ჩემი აზრით. მაგრამ თუ მაინც და მაინც სწუხართ ამაზე, მოდით აი ეს მემარჯვენეები არა, ურაპატრიოტები მით უმეტეს, ალტინფოელები და ასე შემდეგ, მიტრიალდით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისაკენ და უთხარით, რომ რატომ არაბებ ამ ქვეყანას. მე თვითონ გამომდის ახლა ქსენოფობიურად ვაღიარებ გამომდის, მაგრამ ადრესატი არის არა ლიბერალური საზოგადოება თქვენი შეკითხვებისა, არამედ ეს ძალად პატრიოტული,
რეალურად კი რუსული ხელისუფლებაა ქართული ოცნების სახით და პერსონალურად ბიზიდა ივანიშვილის სახით. განვაგრძოთ მსჯელობა. მსჯელობა კი არა ბატონი რომანის საკითხვა. ინვესტიციების მსგავსი კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის კონცენტრაციას დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისში, არის არასწორი და დამატებითი პრობლემების შემქმნელობა, ამბობს ბატონი რომანი. მშენებლობის ტერიტორიაც არასწორადაა შერჩეულიო. თბილისში კრწანისის ტყე-პარკი და მტკვრის ჭალები ხელშეუხებელი ადგილი უნდა იყოს მშენებლობისათვის. რატომ ამაზე თქვით ეკოლოგებმა? მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ბატონი რომანი, ჩემზე მეც სიტყვის ცხადია რომ მოუნდეს. და მოუნდება. 10 გასათვალისწინებელია ის შეცდომები, რაც აღმოსავლეთ ევროპაში, ანუ სერბეთში განსაკუთრებით და სხვაგანაც იყო ამგვარი კორუფციული ამბები, ამგვარი კორუფციული ხრელები შეგნებულად დატოვებული. შეცდომები გასათვალისწინებელი კი არა, საერთოდ გასაჩერებელია ეს პროექტი, მე რომ ვკითხო. პროექტი არის გაუმჭვირვალე, ამბობს მე-11 პუნქტი ბატონი რომანისა, ხელშეკრულება წინასწარ უნდა იყოს გასაჯაროებული და შესწავლილი, რათა არ განმეორდეს ის დანაშაული, რაც მთავრობამ ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით ჩაიდეა, რის გამოც ქვეყანამ $400 მილიონი დაკარგა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით. დიახ, ენკასთან, ანუ ვინც აშენებდა თურქული კომპანია, წავაგეთ ჩვენ $400 მილიონი. იმიტომ რომ იხსენებული ბანდიტი ღარიბაშვილი და სხვები აბსოლუტურად არაადეკვატურად იქცეოდნენ და ენკასაც წველიდნენ, აი ესე ვიტყვი. და ამავდროულად სხვებს უნთებდნენ რომ გამოსულიყვნენ და ჩაეშალათ ეს პროექტი. ეს არის სიმართლე. დანარჩენი ახლა ცალკეულ პატიოსან ეკოლოგებს ხადია ჰქონდათ თავისი არგუმენტები, რაც ყველაფერი გამოსწორებადი იყო ჩემი აზრით. ასევე ბატონი რომანი იხსენებს ინტერრაოსთან $84 მილიონი ოდილობის დავის წაგებასაც და სხვა ამბებსაც. და ასე შემდეგ. მე დაულაიქე ბატონ რომანს ეს სტატუსი. გვჭირდება თუ არა ჩვენი ინვესტიციები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, 33 წუთი დაიწყო უკვე. ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები. და რა ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალე ინვესტიციები, რომლებიც გამართლებულია არა მხოლოდ როგორც ინვესტიციები, ფული ყველა სჭირდება, კაცო, ამერიკას სჭირდება ფული და ჩვენ ხომ იწვევს სჭირდება, ხო? არამედ ყველა თვალსაზრისით, ყველა რაკურსით არის შესაძლებელი. მათ შორის უსაფრთხოების რაკურსით, მათ შორის ეკოლოგიური რაკურსით, მათ შორის დემოგრაფიული რაკურსით, ეს არ არის მეორე ხარისხოვანი. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას იმდენად უჭირს, რომ ახლა გადართული არიან, რომ ერთმანეთისაგან ამოიღონ თანხები, ხმები ხო გვესმის მის თავაზე, რომ კალაძეს ამდენი აქვს ჩასატანი და ღარიბაშვილი იმიტომ დატოვეს თავისუფლებაზე, რომ ამდენი აქვს მისატანი. ერთი ქურდული კრიმინალური ავტორიტეტი იმიტომ არის ჩამოსული და მეორე იმიტომ არის წასული. დაქცეული და მესამე კი დაჭერილი და მეოთხე კი დევნილი, რომ ეს ყველაფერი ვერ გაიყვეს და ბიზნეს ფული სჭირდება, განა არა. ბიზნესმა აპარინა ფული განა არა. მაგრამ ეხლა პულა მოატაინოს, ეს ხო ვიცით. მაგრამ გარდა ამისა, დე-ფაქტო ხელისუფლება სჭირდება საზოგადოების წინაშე წარმოჩენა ისე, რომ თითქოს ის არის მაგარი და ის არის ინვესტორები ინვესტიციების შემოყვანილი. რაც არის ტყუილი. მაგრამ სიმართლე რომ იყოს ეს ყველაფერი. ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები აწონილ-დაწონილი. დასავლური პირველ ყოვლისა, მაგრამ რაც იქნება ის აწონილ-დაწონილი. აი ეს ინვესტიციები კი არ ჩანს. ნახოთ.